შეგვიძლია გადავიდეთ ეგრევე რუსთაველის საზოგადოება მერონულ ბიბლიოთეკაში თაკო ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრები გამოფინა და ამაზე ანი მასხარაშვილის სიუჟეტში უფრო დაწვრილებით გავიგებთ. სწორედ ანისგან. ნახოთ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ორი მხატვრის ჯემალ კუხალაშვილისა და შალვა მატუაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია ნატურმორტის, პეიზაჟის, პორტრეტის გარდა სხვადასხვა ჟანრის სტილოებს მოიცავს და ორი ხელოვანის განსხვავებულ ხედვას გადმოსცემს. ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ორგანიზებით გამოიფინა. ჯემალ კუხალაშვილი მრავალკომპოზიციური, მრავალფიგურიანი, რომელიც საოცარი შინაგანი დიდი ენერგეტიკის მქონე მხატვარია და ქმნის დიდ პანორამას, კომპოზიციურ ტილოებს, ხოლო რაც შეეხება შალვა მატუაშვილთან, ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგნობრივი მხატვრობა და საგნის შეცნობა, კონკრეტული ერთი ან ორი თქვათ საგნის. ნამუშევრები ძველთან ერთად თანამედროვე ევროპული სტილითაა შესრულებული. მხატვრების თქმით, დამთვალიერებელი ტილოებზე მათ ემოციებსა და განწყობას ამოიკითხავს. ჩვენ გვიყვარს ქართულად განცდილი ევროპული ხელოვნება. შეიძლება ითქვას რაღაც სისველე ლურჯის და როგორც ასეთი ვარდისელა ის ჩემი შინაგანი სულიერი მდგომარეობა ყველას ეს უნდა რა. როდესაც ჩვენ ხარ ასეთი ტიპი ადამიანის ეს ეგეთი ხარ, ასე ფიქრობ, ასე მიგაჩნია, ასე განიცდი დაუშვათ წითელს, ასე განიცდი რუხს, ასე განიცდი დაუშვათ ვარდისფერს. ეს უნდა შეეცადო ადამიანმა და ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვიტყვი, რომ ეს მაქსიმალურად სიღრმისეულად გადმოვცე. გამოფენაზე ხელოვანების 70-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ექსპოზიცია 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება.